გავიღვიძეთ. რაღაც სიზმრები ვნახე, მაგრამ აღარ მახსოვს რა სიზმრები ვნახე, რაღაც ბუნდოვნად მახსოვს. პირველი ჩემი გონება იყო მიმართული ფანჯრისკენ, იმიტომ რომ მაინტერესებდა გარეთ რა ამინდი დამხვდებოდა. ამინდი ძალიან კაია, ოდნავ მოღრუბლული არის, თუმცა 50-50-ია მოკლედ, ცადა ღრუბელი, მაგრამ პირიქით უკეთესი არის, იმიტომ რომ დღეს ბლოგების გადაღება მქონდა და გეგმილი და იდეაში ღრუბელი ძალიან კარგად წამეხმარება. მზიანი ამინდი ცოტა ხელს მიშლიდა ხოლმე. დღევანდელი ჩვენი ესეთი გეგმარება მიმართული არის გასვლისკენ და რაღაც ისეთი სივრცის პოუნისკენ, სადაც მე ძალიან კომფორტულად ვიგრძნობ თავს და წამეხმარება ჩემი ხელოვნების შექმნაში, ფანტაზიის გახსნაში, კრეატივის მოტანაში და ასე შემდეგ. ზოგადად შემიძლია რა პირველი 4 კედელს შორის ვიმუშაო და რაღაცნაირად აქ დავგეგმო ჩემი ესკიზები და დიზაინები და ასე შემდეგ, მაგრამ რატომღაც ღია ცის ქვეშ, ღია სივრცეში, სადაც შიტები, ხეები, რაღაცნაირი ხედი იქნება ლამაზი და სიმშვიდე და ჰაერი, ბევრად უფრო კარგ ინსპირაციას მომიტანს და კრეატივს ჩემი აზრით. ამიტომ დაგეგმილი მქონდა დღეს, რადგანაც გუშინ და გუშინ წინ ვიმუშაო და ხვალეზე კიდევ ვმუშაობ, დღევანდელი დღე გავატარო მოკლედ ესეთ სივრცეში. ამიტომ ძალიან კარგია 19 გრადუსი არის, რამდენადაც მე ვხედავ და 6 საათამდე, 7 საათამდე 19 გრადუსი, 18 გრადუსი შენარჩუნებული იქნება, არც ცხელა, არც ცივა, იდეალური ამინდია ბლოგების გადასაღება და პლუს ის რო ღია ცის ქვეშ მე მოკლედ დიზაინები გავაკეთე. ნახოთ, იმედია, რომ თქვენთვისაც ეს საინტერესო, იმიტომ იქნება, რომ უბრალოდ რაღაცნაირად გონება გაგეხსნათ, რომ უფრო თქვენს რაღაც მაგ მიმართულებით წახვიდეთ. თუნდაც თუ არ მოგდით იდეების სახში, რაღაც თავს იმტრევთ, რომ აი რაღაცა, შეგეძლიათ მსგავსი ქმედებები განახორციელოთ. მე დაგეგმილი მართლა არაფერი არ მქონია, არც ვიცი რეალურად სად მივდივარ, Google-ში დავსერჩე, ესე რომ ვთქვათ, ბჭყალებში და ვიპოვე რაღაც ლოკაცია და მივდივარ იქ. არ ვიცი რა დამხვდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი გარემო და სივრცე იქნება და ვნახოთ აბა რა როგორ და არანაირად. ეხა წავალ, ვიბანავებ, მოწესრიგდები, ვივარჯიშებ, გავიკეთებ საჭმელს, გავიკეთებ წასაღებ საჭმელს, გავიკეთებ smooth shakes, ყველაფერსო დატვირთული და ესეთი ვიყო შევსებული, მოკლედ რომ მთელი 5 საათის მანძილზე იქ უნდა დავყო და იქ სირბილი რო არ მომიწიოს ვაიმე კუჭი ცარიელი მაგ და მშია, ამ ყველაფერს მოკლედ მე თვითონ დავაორგანიზებ და ისე წავალ. ეხა არ გაჩვენებთ რას როგორ ვაკეთებ იქ საჭმელს და smooth-ებს და ასე შემდეგ პირდაპირ სახლიდან როგორც კი გავალ ეგრევე დაგიბრუნდებით. წავედით. მოვიმარაგეთ ყველაფერი. სხვა ჩანთა არ მქონდა და ეს კოდუქსის ჩანთა ვიპოვე, ჩავდე კვების ბლოკები, ჩავდე კალამი, ქვემოთ მაგ ლეპტოპი, აქ პადი, აქ შეიკი, პროტეინის, თავისი მოიცრეები გავაკეთე აქ. დამოვიდა ხო, ვაშლი, სპინაჩი როგორ არის ქართულად დამოუწდა. მიწითელი რაღაცები გავუკეთე, პლუს მაგას ხო ბანანი, კივი, კურაგა და რაღაცები მოკლედ ეს გავაკეთე. ჩავდე აქაც გემრიელად. ქვემოთ მაუსი, აქ ფოტოაპარატის დამჭერი, ეს ჩავდა იმისთვის რომ სირბილე იყოს და ამაზე რომ დაუჩდები რაღაცნაირად კარგად იყოს კომფორტულად და რაღაცები მე არ შემერჭოს და პლუს მაგას რამე არ გავტეხო და ტკაპ ესე ვკეტავთ ამ ყველაფერს. აი ეს. აქ ჩანთა მეორე გვაქვს, აქ საჭმელი გავიმზადე. ეს კევი ერთი მექსიკელისგან მიყიდე მაინც მომაქვს, ფოტოაპარატი. არ ცოტა მიხეული მაგარი ჩანთა მაქვს, იმენა ცოტა შელახული ჩანთა, იმიტომ რომ ეს ჩანთა მოკლედ ყველგან თან დამყვება და თავის საქმეს ძალიან კარგად ართმევს. ასე რომ აი მორი ჩანთით მივდივარ და ჩვენი განუმეორებელი მეგობრით, რომელიც ძალიან მაგარ საქმეს გვიკეთებს, მე ვფიქრობ, რომ კარგი ამინდი უნდა იყოს და ნახოთ რა როგორ წავა. ძალიან მოტივირებული ვარ. ეხა რომელი საათი გახდა? ეხა გახდა ჩვენში დარჩეს და 5 საათი ხდება უკვე. სანამ იქ მივალ 6 საათი იქნება, 6-7-8, ნუ 3 საათი გვაქვს დრო. 3 საათში კი მოვასწრებ და მე დაღამდეს თუნდა. წავედით. ჩამოვედით, აი ესე დავდეთ ჩვენ სკუტერზე. აი ესე დავჭდებით ეხლა ამ სკუტერზე. აი იქ მიდევს ყველაფერი. უკან ჩემოდანი მაქვს ძალიან ისე და წავედით. პირველი სიჩქარე, მეორე სიჩქარე. სამბევრი მიყურებს სხვათა შორის და ეცინებათ ხოლმე. ამ ბიჭი ჭკუ არა აქ თავშიო, მეკითხები რა ხელა ბიჭი რო ზის ამ პატარა სკუტერზე. მაგრამ არ არის ეგეთ პატარა ჩვენი ჩემო მეგობრებო, მინდა გითხრათ. მოკლედ ესე მივდივართ, ჯერ უნდა წავიდეთ ეხა მეტროთი, მერე გადავჭდეთ 1 მეტროზე და მოკლედ მერე გავიშურებით იმ ლოკაციისკენ, სადაც ჩვენ უნდა ვპოვოთ წავე წყლისაპირ სევდიანი ფიქრს ხო იცით? ასე რომ ნახოთ აბა რა და როგორ იქნება. წავედით. აუ მეგობრებო რო ვიცოდეთ რა გადაობა.
შენ ამ სიმძიმის რა. აქ ლიფტი არ არის მეგობრებო. დავიდეთ ზემოთ. ისევ ჩვენი სადგური, ჩვეული სადგური. საიდანაც ხდება მოკლედ ეს გასვლა ყველგან და ამ სადგურს ვერ ავწდი. სხვა გამოსავალი არ მაქვს, ასე რომ იმედია რომ მოკლედ ამ სადგურით ტვინი არ წაგიღეთ. ველოდები ისევ მეტროს, უნდა გადავჭდე მე ერზე და მე უნდა მივიდე იმ ლოკაციაზე. კონკრეტულად მივდივართ Brooklyn Heights. რაც ესე ქვია. Height-თან არაფერ კავშირში არ არის და ზისხთან. უბრალოდ Brooklyn Heights თუ არ ვცდები ესე ქვია. ნახოთ. ერთი სიტყვით ხერხემალი იმედია რომ წყობში მაქვს, ვარჯიშობ და რაღაცნაირად არ უშინდები, თუმცა სკოლიოზისკენ კი წამოვიდა ეს ხერხემალი, მაგრამ არაფერს არ უშევი. ნელა ვახლოვდებით იმ ლოკაციას, საიდანაც რაღაცა ძალიან ისეთი ადგილი უნდა იყოს. Sorry. და რავი რა ვნახოთ. რა დაგხვდება ერთი, მაგრამ მაინტერესებს. ეს მეტროს საკითხები არის ძალიან რთული რა. რავი, არც ინტერნეტი იჭერს, არც რაღაც ისეთია რომ შეხვიდე და მოусმინო იმ დროს, როდესაც მისაუბრობ რა. და ცოტა დამღლელი არის მაგ კუთხით ჩემთვის თან. ეს ესკალატორები რო არ არის, სულ ამ სიმძიმეების თრევა გიწევს რა ზემოთ ქვემოთ. აი გარემოს დაგათვალიერებინეთ. ეს არის The Brooklyn Heights. ნახე როგორი ლამაზი შენობები არის. კარგია. ხალხის რეაქცია არის ძალიან კაი. ძალიან ხალისობენ. კაფეტერიები. ეს არის ნახევრად, ოკეი. ნახევრად ტურისტული რა. აი, ნახე როგორ შენობა არის. ეს ძაღლს ერინებენ. იქეთ კაი კაფეტერია არის. ეს სიტყვით ძალიან კარგი და ისეთი მყუდრო ადგილი არის ეს Heights. საზოგადოება ძალიან high level. ფეხის ტორმუზებიც მაქვს, ცალიხელი ტორმუზი არ მიკიდია, მაგრამ იდეაში ეს მიკეთებს თავის საქმეს. ვაუ, რა ლამაზია. მგონი მზის ჩასვლას მოვესწრებით აქ. ნაირი ადგილია გაუგიშდი აქეთ საცხოვრებლები არის წარმოიდგინეთ და აქეთ კი არის აი ესეთი გაშლილი ხედი მთელს მანჰეტენზე. ჩემი ელექტროსკუტერი ჯერჯერობით ბოლომდეა არ დახარჯულა. ამინდი იდეალურია. შეგიძლია ივარჯიშო იქ რა ყველაფერი გააკეთო. არის სათამაშო მოედანი, სადაც ტენისი, ჩოგბურთი, კალათბურთი, აბსოლუტურად ყველაფერი შეგიძლია რომ გააკეთო. ყველაფერი არა, მაგრამ ანუ ადამიანების თავშეყრის, ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი არის და ძალიან ლამაზია. აუ აქ რო ცხოვრობ რა მაგარია. აი ამ შენობაში რო ცხოვრობ და წარმოიდგინე წინ ესეთი მანჰეტენის ხედი გაქვს. არ ვიცი, ალბათ ფიქრობ, რომ ეს არის ის, რა ქვია. რა ქვია იმას? სასტუმროსავით არის რა. ესე მგონია. შეიძლება Airbnb იყოს, ხოსარი არ არის.
ეს ერთობიან ადამიანები. მე აუ ნახე მეგობრებო რა კარგი რამეა. აუ ვიცი რა თაღი კოლტი ფასილონიზია. Close. It's already დაგათვალიერებინეთ რა ხდება ჩოგბურთის ადგილას სპორტსმენები არ ადამიანები როგორ ვარჯიშობენ. აი შემოდიხარ. აი შეგიძლია ჩოგბურთი ითამაშო, არ ვიცი ეს რა არის, კედლები არის და საკუთარ თავს ეთამაშები. ეს არის heights. ზალამაზე აქეთ უკვე ბასკეტბოლი, აქეთ უკვე მიდის კალათბურთი. აუ რა მაგა აქეთ უკვე შეგიძლია ტენისი. ყველაფერს დავიხარ, საერთოდ არ გჭირდება სიარული. იქეთ უკვე ჩოგბურთი არის, როგორც რაღაცნაირი ჩოგბურთი არის. მოიგი, ეხოცები ამას შეხედე. ეს ვინა. ესეც ძალიან ვინა. აი ეს არის ამერიკული ვაიბი. American vibe. Sequoia. ინდური sequoia არის. ეს თავისუფლების ქანდაკება. აუ ნახეთ რა. Small ძალიან კაი. ეს ჩვენი მან. წავედით ახლა იქეთ. ეგეთ უკვე შეყვარელი ოჯახი თამაშობს. აი შეგიძლია ნებისმიერ ადგილას ჩამოჭდე. ნებისმიერ სკამზე შეგიძლია ჩამოჭდე. და რავი დახატო, დაწერო, რავი, აი პროსტა რა ხედი არის ნახეთ რა. ვინმე გაიცნო. ესე გამოტარი და უცებ. აიცნობ. აი იქ როგორ წვრილი დასასრულია ძალიან ლამაზი. აი ეგეთ უკვე ბაღი არის. აი აქეთაც შეგხედებთ ახლა როგორი არის ეს ბაღი. აი შედიხართ. იქეთ ხალხი დარბის. აი ჩამოჭდებით. ჩიტების ჭიკჭიკი გინდათ, რა გინდათ, რა ვიცი, სეირნობა გინდათ, ნებისმიერი რა, მოკლედ ყველაფერი აქ არის. აი იქ ჩამოჭდებით ნახეთ, აი ბალახი. უბრალოდ აქ ხა ეს ფერები არ არის, მაგრამ შევეცდები მოკლედ ეს ჩავთო აბა. შო, უფრო ფერადი ჩავრთე, რეალურად როგორიც არის, აი უფრო მეტად რო აღიქვათ. ეს ბალახი. კონი ეს უფრო ლამაზი არის. ზონა შეგიძლია წამოწვე მინდორში, აი როგორი სიწყნარეა ვერ აგიხსნით. ეხა ვერთ ფრენების ხმა არ არის და ძალიან მიხარია. ეხა მე წავალ და ჩემს ადგილს ვიპოვი, რომელიც არის ძალიან ახლოს, რომელიც ძალიან მომწონს, იმიტომ რომ არის მაგი და სკამი, თავისი კოლგით ყველაფრით და რეალურად მაწყობს, რომ აი აქეთ უკვე არის ესეთი ადგილი, სადაც
როგორც მითხრეს, მაიამიდან მე ჩამოდგება მოკლედ ძალიან ბევრი ესეთი ეშელონი იახტების და გაიუსებაო აქ და მე უკვე დაიძრებიან ისევ ალბათ იქეთკენ. მოკლედ თბილ პერიოდში მოკლედ აქეთკენ მოდიან. აი ესეთი არის ჩვენი New York-ის Heights-ის მხარე. Heights. იმედი არ მეშლება რა. კატერი დგას ენება თუ გინდა იქეთ არის. აი მოკლედ მოვედით ჩვენ ლოკაციაზე. აქ არის ესეთი შეზლონგები, სადაც შეგიძლია რომ წამოწვე, დაიზაგრო, ულამაზესი ყვავილები და გუშინ სადაც ვიყავი, არის აი ეს ადგილი, მეგობრებო, სადაც შეგიძლია წამოიღოთ საჭმელები, გაშალოთ, რა ვიცი, დატკბეთ. და ესეთი არის არაერთი. ასე რომ ადგილებზე და იმაზე მე მგონი რომ პრობლემა არ იქნება საერთოდ. იმიტომ რომ აქ არის კიდე მეორე ესეთი მსგავსი, აი აქ. იქეთაც არის კიდე, ოღონდ ის უკვე დაკავებული არის. ის სიმართლე რო გითხრა, სულ დაკავებული არის. გამოდიხარ აქ და იქ უკვე არის ესეთი ადგილი, სადაც მოკლედ შეგიძლია რომ დაიზაგრო და დატკბე მანჰეტენის ხედით. არ ვიცი, კიდე ერთხელ გეუბნებით, რომ რეალურ ცხოვრებაში ანუ რეალურად მე რასაც ვხედავ და ჩემი თვალები რასაც აღიქვავს, იმას კამერა მაინც დიდად ვერ გადმოსცემს. ამიტომ აქ არის ძალიან ლამაზი ყველაფერი. მოკლედ ჩვენს ადგილს დაუბრუნდეთ, აი ვიღაცა ზის მაგალითად რაღაც ისე. ჩვენ ადგილს დაუბრუნდეთ, ჩვენ იყუჟულ ადგილს. აქ შევჭამთ. მოვედით. ვაიმე რა ჩიტების ჭიკჭიკია ღმერთო. გადმოვდგით. აუ ჩანთა არ გამილანცოთ მეგობრებო, იმიტომ რომ მართლა ძალიან შელახულია. ეს ჩემი საჭმელი ლობიო. ეს ჩემი წყალი მარცხის არომატით. მოქს დადადადამ. ძალიან მაინტერესებს რომ გავხედო ერთი, დავინახო იქ რა ხდება, ძალიან კარგად ადიტებს. შეი. ეს როგორ გადავფუთე, oh my god, ლაშარი გორი ხარ, აი. კაპ. მე გემრიელა, ყველაფერი ჩავაჯე შიმით რაღაც ეს თხილეული, ქვემოთ ლობიო. აო, პური დამაუწყდა რა ბოთევა. პური გავხუხე და პური დამაუწყდა. არა უშოს. ლობიოს რაც შეეხება კიდე ლობიო არასდროს არ გამიკეთებია. დღეს ჩემს მეგობრებს ვეკითხებოდი, მეთქი რა წყალი რამდენჯერ გამოუცვალო და ისინი რო არ დაგროვდეს რა, რაღაცეები, რო იცის ხოლმე. და მეთქი ეგეთი რაღაცეები არ მინდა, მეთქი არ მაწყობს. და როგორ შეიძლება რომ მაგას თავი ავარიდო მეთქი რა. პირველიო კაცო წყალში უნდა ჩაალბო 24 საათის მანძილზეო. მერეო შეგიძლიაო რომ წყალი გამოუცვალო ხარშვის დროსო, ერთი-ორჯერ გამოუცვალეო თუ ერთჯერ გამოუცვალეო და მერე თავს იგზნობ ჩიტივითო რომ მიიღებო მაგ იმასო და რეალურად რავი რა, იმეც ვიტოვებ რომ ეს არ გამაწავებს. კავრიჩი მოკლედ შევჭამ და დაგიბრუნდებით, თორე ჩემ ჭამას და ყובას ეხა ეს ყובის ის ხო არ მაქვს YouTube-ი. ეს გემრიელია. რამაზად გალობს ნახე. ჩვენ თავისუფლების ქანდაკება არის იქ, არ ვიცი იმედია მოჩანს. ის ფაქტი მეგობრებო რომ აქ ბევრად უფრო კარგად გხსნობ თავს. მე მგონი რომ ძალიან ლოგიკურია და ძალიან კაი გადაწყვეტილება მივიღე რომ აქ წამოვედი. არც ქარია, არც ის არის სიწყნარია, მოკლედ ჩემთვის ვზივარ და მე ვფიქრობ რომ ყველა ხელოვანმა ადამიანმა ზოგადად ესეთი სიმშვიდე უნდა პოვოს რაღაც ლოკაციურად, სადაც მოკლედ შეეცდება რომ თავისი იმპროვიზაცია, თავისი ეს ხელოვნება რაღაცნაირად გაუნდოს ამ ბუნებას თუნდაც რა, იმიტომ რომ ეს ბუნება რაღაცნაირად ინსპირაცია, თუნდაც ხედვა, აი რაღაცას გახედავ შორს, აი რაღაცა ის რაღაცას მოგცემს, ეს რაღაცას მოგცემს, იმიტომ რომ ხელოვანი ადამიანები ხო რაღაცნაირად სტრანები ვართ რა, ანუ ჩვენი სამყარო და ბუნება გვაქვს რა, რეალურად ძალიან მიკვირს ხოლმე მეც რა, რომ აი რაღაცა შევხედავ და აი ტოტი რაღაცას მივამსგავსებ და ეს ტოტი შეიძლება ინსპირაცია გახდეს ჩემი ტატუს ესკიზის მაგალითად რა, ანუ აი ბევრი ისეთი რამ ყოფილა ჩემ ცხოვრებაში, როდესაც ეგეთ რაღაცებთან ვაკავშირებ ხოლმე რა. აი გვაქვს, ხელოვან ადამიანებს გვაქვს გავსი. ესე რომ
მე ვფიქრობ, რომ აი თუნდაც თბილისში, თუნდაც კუსტბაზე, თუნდაც მარუსი ლისის ტბაზე იქნება თუ ნებისმიერი ისეთი ლოკაცია, სადაც შეგიძლიათ რომ რაღაცნაირად სიმშვიდე ჰპოვოთ, წაიღეთ ეს ყველაფერი, ტექნიკა, პადი, ლეპტოპი, ნაუშნიკები, მოკლედ ყველაფერი და შეგიძლიათ რომ მოკლედ ძალიან ისეთი რაციონალური, ძალიან ესეთი ორიგინალური, მოკლედ სკეჩები იქნება თუ მუსიკა იქნება შექმნათ. სახლში აი ამ გამოკეტილ ოთახში, სადაც არის 4 კედელი, ანუ შეგიძლია კი, რასაკვირველია, მეც ვაკეთებ ხოლმე ბევრი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს გარემო ბევრად უფრო კარგი ინსპირაციას მოგცემთ. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ არ ვიცი ნიუ-იორკი ამის შესაძლებლობა ძალიან კარგად იძლევა, იმიტომ რომ აქ იმდენი ლოკაცია არის სკვერების, თუნდაც ცენტრალ პარკი, თუნდაც აი ეს ჰეიტსის მიმდებარე პარკი, რომელიც მთელ გაყოლებაზე არის მოკლედ ამ ყურის თუ როგორც არის. აი დადიხარ და იმდენი ადგილია და იმდენი თავისუფალი ადგილია თან, რომ აი ვერ იტყვი, რომ გადატენილი და ასე შემდეგ. აი სულ რაღაცა ბალახი არის, იმხელა მინდორი გაშვებული და იმ მინდორზე აი ეს რაღაცნაირად გაფინე, წაიღე ყველაფერი, აი ყველა ბედნიერი, ყველა რაღაცნაირად დარბის, ყველა სეირნობს, ყველა პოზიტიურად არის ეხლა რაღაცას ვიღებდი და იქ ვიღაცა ქალბატონმა ჩამოიარა და ხელი დამიქნია. ანუ დეცით ეს ასწორებს, ანუ არ მაქვს იმის შიში, რომ ვიღაცა გამოირბენს და ეხლა ამ კამერას წაიღებს და აქ რაღაცნაირად გამძარცვავს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ security არის აქ და პლუს მაგას ისეთ ცენტრალური ადგილია, რომ სადაც ვიდეო კამერები კონტროლდება და შენ აქ ძალიან მარტივად ესე ვერ იმაინებ რა. ეხლა სადღაც იქეთ შორს რო ვიყო და არის გადამთიელში, ხო, მან შეიძლება სხვანაირად იყოს ყველაფერი, მაგრამ ესეთ ლოკაციებზე არ ვიცი. ხელოვანი ადამიანები ბევრად უფრო კარგად წარმოაჩენენ თავიანთ შესაძლებლობებს. აი ესე მგონია მე. ამიტომ ადამიანებო, ხელოვანო ადამიანებო, თუ თქვენ შესაძლებლობა არ გაქვთ, რასაკვირველია რომ წახვიდეთ ის ადგილებში. გერმანიაში ძალიან ბევრი კარგი სკვერია, საფრანგეთშიც, იტალიაშიც და მსგავს ადგილებში. როდესაც თქვენ ხართ ხელოვანები და როდესაც თქვენ გიყვართ ხატვა და შემოქმედებითები ხართ, ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ვარიანტია ის, რომ მოკლედ გახვიდეთ ბუნებაში. ჩემი აზრით. თუ ძალიან ცივა, მაგ შემთხვევაში არ ვიცი. აი ეხა -13 გრადუსი და ის რო იყო, აი არსად გასვლის თავი არ მქონდა რა სისულელი არის. უბრალოდ ისეთ პერიოდში ხა უკვე 15 გრადუსი, 14 გრადუსი იქნება, ცოტა ოდნავ მცივა. თხლად მაცვია, არ ვიცი, მარტო ეს მაცვია და თხელი მაისური. მაგრამ აი ამაზე მეტად სიცხე რო იყოს და რო დაცხეს, მაინც ძალიან კარგი იქნებოდა ჩემი აზრით. აი სულ ავიყვანე 1000-ზე, შესაბამისად უფრო მეტად გამკვეთრდა ალბათ გამოსახულება. რაღაცებს ხატავ, დავხატავ, სკეჩებს გავაკეთებ, ჩანაწერებს გავაკეთებ. და როგორც გითხარით, საჭმლის მერე, რაღაც პერიოდის მერე ალბათ ჩემს პროტეინსაც და შეიქსაც დავუვარ. ისე სხვათა შორის მეგობრებო, ყოველთვის მქონდა ისეთი განცდა ბავშვობიდან, რომ თითქოს მე ვიყავი ადამიანი, რომელიც იყო რაღაცისთვის, შექმნისთვის დაბადებული რა, ალბათ აი არ ვიცი, რაღაცა უნდა შევქმნა. თითქოს ეგეთი მისია მაქვს ამ სამყაროში, რომ რაღაცა კრეატივი უნდა მოვიფიქრო და უნდა შევქმნა. Yay! განათება ჩაგვირთეს. Юху! მოკლედ, ძალიან საყვარელი კაცი იყო მოსული ხა. მეზო დამაგებელი, რა ვიცი, მეზოვე დამაგებელი. აუ იქით გაჩვენებს просто რა სილამაზეა მეგობრებო, ეხა შეპინდების ეს. ნახე. ხშირად გამოვალ ხოლმე აქ და ხშირად გავაკეთებ ხოლმე ჩემს დიზაინებს და შემოქმედებას, რაც წაადგება საქართველოს, რასაკვირველია, მაინც ჩემი სამოტივაციო არის საქართველო და ის რომ ქართველი ვარ და მინდა რომ კარგი რაღაცა ისეთი რაღაცები შევქმნა, რაც საქართველოს მოუტანს სახელს და რაღაცნაირად წინ წაწევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეგ გვაქვს ყველა ქართველს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ სადღაც 4-5 მილიონი ალბათ, ეხლა სადღაც ჩინელები თუ 1 მილიარდია, იმათ რა მოტივაცია უნდა ისედაც მთელი მსოფლიო ეგენი არიან და ჩვენ ვართ მხოლოდ 5 მილიონი, მეგობრებო, 5 მილიონი ქართველი ამ დიდ გიგანტ დედამიწაზე, ეპიცენტრში ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე კარგი ლოკაცია გვაქვს. მთელი სახელმწიფოები ამ ლოკაციის აღებით არიან დაკავებულები მთელი ცხოვრებიდან გამომდინარე და შესაბამისად ულამაზესი ადგილებიც გვაქვს, მაგრამ არ გვაცდიან სახელმწიფოების და ბინძური პოლიტიკური თამაშებიდან გამომდინარე, მოკლედ ჩვენ ესე გვიწევს, რომ ქართველების მასა საზღვარგარეთ მოკლედ წავიდეთ და იქ პოვოთ ჩვენი სიმშვიდე, მაგრამ იმეც ვიტოვებ, რომ ამ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენ სახელი გაუთქვათ საქართველოს, რომ ქართული ხალხი, ქართველები და
ხელოვნება იქნება თუ რაც იქნება, სამაგალითო იყოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ რაღაცნაირად ჩვენ ესე ვიბრძოლოთ და რაღაცნაირად მთელ მსოფლიოს უთხრათ, რომ ჩვენ ღირსები ვართ, რომ ვიყოთ მშვიდობით და ღირსები ვართ, რომ ვიყოთ იმ ლოკაციაზე, სადაც საუკუნეებია მოვდივართ და რომ ვერავინ ვერ უნდა შეგვეცილოს და რომ ქართველები ბოლოს და ბოლოს უნდა დაბრუნდნენ ჩვენ თავიანთ მიწა-წყალზე. ანუ ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი მთავარი საკითხი, რომ გადინება ადამიანების, ქართველი ადამიანების საზღვარგარეთ არ იყოს ბევრი. როგორც არის თუნდაც ჩემნაირი, თუნდაც ისეთი ადამიანები, სხვა ჩემი მეგობრებისნაირი, რომლებიც ვიცი, რომ საქართველოს ტოვებენ და აფარებენ თავს სხვადასხვა სახელმწიფოებს იქიდან გამომდინარე, რომ თავიანთი თავი უფრო კარგად და კომფორტულად იქცნან. სხვათა შორის ეხლა რომ წავალ აქედან, მინდა რომ გაჩვენოთ ღამის ნიუ-იორკი, აი როგორი იქნება, როგორი არის გადანათებული ღამის არა, აი უფრო მობინდებისას ჯერჯერობით ღამემდე ალბათ 1 საათი კიდე უნდა და გაჩვენებთ როგორი სიტუაცია არის მოკლედ გადანათებული მანჰეტენი აი ამ მიმდებარე ტერიტორიებიდან და გაჩვენებთ იმ ლოკაციას, საიდანაც მე მოვედი და როგორ წავალ მოკლედ აქედან სახლში. სადღაც ალბათ 50 წუთი მჭირდება იმისთვის, რომ მეტროთი წავიდე იქ. ეს არის ჩვენი ნიუ-იორკის ხედი. არ ვიცი. მოკლედ ჩავბარგდით, ყველაფერი უნდა ჩავალაგოთ. ლეპტოპი ეს ყველაფერი ავიბარგოთ და ისევ წავიდეთ. არის მეგობრებო, სიმართლე რო გითხრა, დიდად ესე ვერაფერი ვერ დავხატეთ დღეს. რეალურად იმიტომ მოხდა ეგ, რომ ცოტა გვიან გამოვედი და 6 საათი იყო უკვე რომ გამოვედი თან გზაში 1:50 წუთი, ამასობაში 7 საათზე მოვედი აქ და 7 საათზე უკვე ცოტა გვიანი აღმოჩნდა. აი ბაღიდანაც გამოვედით და ესეთი სივრცე იშლება წინ. ვაუ. დამოწმუნებით რომ ძალიან ლამაზია. აი გვიყავით ჩვენ. იქ ივენთი მიდის სერიოზული ჯაგაჯუგი. აუ მეც მომინდა რაღაცნაირად კლუბში. და აი ესეთი სიტუაცია არის მეგობრებო ნიუ-იორკში. წავედით. ესეც სკუტერით მოვდივართ. როგორ მოვდივარ? ესეც ბრუკლინ ბრიჯი. თუ არ ვცდები ბრუკლინ ბრიჯია, მე თუ არ მეშლება თუ ის მეორე არის, არ მგონი ეს არის. ეს თუ არ ვცდები არის დამბო. აი ეს ხალხი არის, ძალიან ბევრი ტურისტია, იქ რაღაცა ლამაზი ისინი აქვს გასაჯდომები. იქეთ უკვე ნიუ-იორკის ხედია. ჩვენ ვეძებთ ახლა მეტროს, უნდა წავიდეთ მეტროში და იმედია რომ მივაგნებთ. ძალიან შთაბეჭდავი ესე ახლოს რომ მიდიხარ ხიდთან რაღაცნაირი მასიურია დიდი და იკურის რანაირად. მოკლედ წარმატებებს გისურვებთ და რა ვიცი, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.